ტრაბზონში ქართული მორაგბეების გულშემატკივრობისთვის კომაკთა კლუბი, საქართველოს რაგბის კავშირი, კომპანია ნატახტარი და სპორტის დეპარტამენტი ერთიანდებიან. რუსეთ-საქართველოს შორის მატჩის დაწყებამდე 20 მარტს ქართულ კომაგებს დაურიგდებათ ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკა. გარდა ამისა, მათ შეხვედრაზე ქცევის წესებიც მიეწოდებათ. მათ კი ვინც თურქეთში ჩასვლას ვერ ახერხებს, თბილისში რამდენიმე ადგილას, კერძოდ კლუბ კაიზერში, ფილარმონიაში, ივენთ ჰოლსა და სპორტის სასახლეში მატჩის პირდაპირ ტრანსლაციის ნახვის საშუალება დიდ მონიტორებზე ექნებათ. რაგბისტები იმსახურებენ უფრო მეტ გულშემატკივრობას. ისინი იმსახურებენ უფრო პოპულარული იყოს რაგბი საქართველოში. და შედეგად აქედან გამომდინარე, გაშთა ეს იდეა და უკვე განხორციელდა და იქიდან გამომდინარე, თუ იმჟღერად რამდენი ადამიანია გაწევრიანებული უკვე ამ კლუბში, ნამდვილად დროული იყო ეს წამოწყება. ნატახტარი კასრის რაგბის კომაკთა კლუბი საკმაოდ ორგანიზებულად ემზადება საქართველოს-რუსეთის მატჩისთვის, რომელიც ტრაბზონში გაიმართება. აქ ბევრი მიმართულებით ვაქტიურობთ ჩვენ. მიყვავს კომაგები, დარაზმულად, ასე ვთქვათ, მიყვავს ჟურნალისტები ერთიანად, რომ სათანადო დონეზე მოხდეს გაშუქება. 3 საათიდან ღია იქნება სპორტის სასახლე, დიდი ეკრანი დამონტაჟდება და ყველას პატიჟებთ. მთელი ოჯახებით რომ მოვიდნენ და ჩვენ გულს შემოდგება აქედან თბილისიდან ხარი დაუჭერათ. დასწრება თავისუფალი. რა თქმა უნდა, დასწრება თავისუფალი, ყველაფერი პირობა იქნება